ტორაჯა, ცენტრალური სულავესი. უყურებ და თითქოს აქ განსაკუთრებული არაფერია. გეგონება ერთი ჩვეულებრივი ინდონეზიური რეგიონიაო, საყვარელი ხალხით, ქაოტური ქუჩებით და ბევრი ბრინჯის პლანტაციით. მაგრამ ეს მანამ, სანამ მის სოფლებში ღრმად შეხვალ. ჩამოვედი ინდონეზიაში და დღეს მე თქვენ გაჩვენებთ დაუჯერებელ წარმოუდგენელ რიტუალს, რომელსაც მანენე ჰქვია. ადამიანებს საკუთარი გარდაცვლილი ოჯახის წევრები საფლავებიდან ამოყავთ, ტანსაცმელს უცვლიან, თმებს უარცხნიან, ეფერებიან, ფოტოებს იღებენ და უკან აბრუნებენ. გთხოვთ, სუსტი გულის მქონე ადამიანებმა და ბავშვებმა ამ ვიდეოს არ უყუროთ, რადგან ძალიან ბევრი მძიმე და სენსიტიური სცენაა ნაჩვენები. და მინდა აქვე ძალიან დიდი მადლობა გადავხადოთ ჩემი YouTube არხის უმაგრეს სპონსორებს, Travelfy-ს, Reihebs, Altas და Starbucks-ის ცივყავას, რომ საშუალებას მაძლევენ ესეთ შორეულ და საინტერესო თავგადასავლებში ვიყო. ხო, მოდი ბევრს აღარ ვილაპარაკებ და ყველაფერი დავიწყოთ თავიდან. ეს ქალაქი რანტეპაოა, რომელიც იმ სოფლიდან, სადაც მანენე ტარდება 1 საათის სავალ გზაზეა. აი ამ სასტუმროში ვიცხოვრებ ეს დღეები და მაგრად მისწორდება რომ Travelfy მყავს. ვიცი რომ სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან საუკეთესოდ ვიქნები. არაფერზე მომიწევს ფიქრი და ნერვიულობა გადაღების გარდა. შევედი ნომერში და თან მაგრად მშია. Hi, can I have one chicken sandwich and French fries, please? No tomato. Yep. Can I have room number? 601 room number. Yeah, thank you. სანამ საჭმელი მოამინდა იმ ადამიანებს მოგმართოთ, ვისაც ვიდეო გადაღების დაწყება აქვს ჩაფიქრებული. კონტენტ კრეატორობაზე ფიქრობთ, ან უბრალოდ თქვენთვის გინდათ ამ საქმის კეთება. ნახეთ, თუ არჩევანის წინაშე დადგებით ნორმალურ და კარგ ტექნიკას შორის, აუცილებლად აირჩიეთ კარგი ტექნიკა, იმიტომ რომ კარგი ყოველთვის გაცილებით მალე მიგაღებინათ იმ შედეგს, რაც ჩაფიქრებული გაქვთ და რაც თორე თავდაჯერებულობას შეგმატებთ. აი მაგალითად ნახეთ, ეს არის Kingston-ის მეხსიერების ბარათი. ამ ბრენდს ძალიან დიდი ხანია ვენდობი, იმიტომ რომ ვიცი რომ ამაზე ჩაწერილი ჩემი მასალა დაცულია, უსაფრთხოა და ესე უცებ შეიძლება არ გაქრეს. განსაკუთრებით მეხსიერების ბარათებს მიაქცეთ ყურადღება. და კარგი ტექნიკის შეძენაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გაგახსენდეს ალტა. მიდიხარ, არჩევ რაც გინდა, კიდულობ და დარწმუნებული ხარ, რომ ის ნაგავი არ იქნება. საჭმელიც მოვიდა, მაგრამ საჭმელზე მეტად იმაზე მეფიქრება, ხვალ რამე წყევლა არა ვიკიდო ფეხზე დამდგარი გარდაცვლილებისგან. შევჭამოთ და დავიძინოთ. შევჭამე, დავიძინე და ახლა სანახაობის დროა. დღე პირველი, საფლავების გახსნა. დავიძარი სოფლისკენ. ერთმა საათმა წამში გაიფრინა იმდენად ლამაზი, უცხო და საინტერესო იყო მთელი გზა. ბევრი ვიარე თუ ცოტა შემომხვდა პირველი საზარელი სურათი. ეს კლდეში გამოკვეთილი საფლავებია. რაც უფრო მაღლაა, მით უფრო მაღალი კლასის წარმომადგენლად ითვლება მასში დაკრძალული ადამიანი. და თუ წინ ქანდაკება დგას, ეს უკვე უმაღლესს ნიშნავს. ცოტა კიდევ გავიარეთ და სოფელშიც შევედით. მეგონა გლოვას და ტირილს ვნახავდი, მაგრამ პირიქით. ყველა ბედნიერია, ყველა იცინეს და ყველას უხარია რომ დღეს შეძლებენ თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებს მოისიყვარულონ. Welcome to Toraja guys. სოფელ პარანდაგანში ვარ და აქ ახლა დაიწყება მანენე. ესე იგი ეს ადამიანები თავიანთ გარდაცვლილ ნათესავებს, რომლებიც აი ამ ქვის საფლავებში არიან დასაფლავებულები, ახლა ნელ-ნელა გამოიყვანენ და გაამზადებენ სხვადასხვა რიტუალებისთვის. აი ამ სიგიჟის მომწრე ვარ და პირველად ალბათ რასაც გავაკეთებ არის რომ შევიხედები აი ამ სასაფლაოზე. სასაფლაოში თუ როგორ თქვა და ვნახოთ როგორ ასვენია იქ გარდაცვლილი ადამიანი. სიგიჟია. ამოვედი ახლა ამ ქვის საფლავთან და ამ კონკრეტულ საფლავში ეს ადამიანი ამობს რომ არის 6 ადამიანი ჩასაფლავებული. ეს მთელი ოჯახი, ანუ მამა, ბიძა, შვილები, ასე შემდეგ. იქით როგორც ხედავთ ახლა მეორე ქვის საფლავს ხსნიან. Hello, this is the grandfather, this is the father, mother, and this son. This children. There are 5 people here. არ ვიცი რას ვაკეთებ, მაგრამ რაღაც სიგიჟესო ვაკეთებ, ამას ხვდები, იმიტომ რომ ეხლა ვარ შიგნის საფლავში და როგორც ხედავთ, აქ არის 5 ადამიანი დასაფლავებული. როგორც ეხლა ამ ადამიანმა თქვა, შემომიშვა, შემომიყვანა და მითხრა რომ დადექიო და ზედ დამაყენა ამ გარდაცვლილ ხალხზე. არ ვიცი ეს რანაირი ტრადიციაა, მაგრამ ყველა ესენი ამას აკეთებენ. ყველანი აქ არიან ეხლა მათი ოჯახის წევრები. Family. Your family? Yes. Your family members? Yeah, they all of Okay. me.
ანუ ეს family. ამ ოჯახის წევრები არიან გარდაცვლილები და ყველანი ისე შემოდიან საფლავში. აი ესე ზედ დგანან რაღაცა იმ სადგომზე და ნელ-ნელა დაიწყება ახლა აი ამათი გამოყვანის ამბავი და You gonna take them out now? No. Okay. Oh, let's გამიკვირდა რომ სამარხში მძაფრი და შემაწუხებელი სუნი არ იდგა. ფაქტია რაღაც განსაკუთრებულ ინიექციას და ნივთიერებებს იყენებენ. დღეს გვამებს არ გამოასვენებენ, როგორც ჩანს ინგლისურში ვერ გავუგეთ ერთმანეთს. დღეს უბრალოდ აკავრობას ასუფთავებენ, კიბეებს აწყობენ და იმზადებიან. აი ესე ასვენია, აქ აშკარად მინიმუმ 10 ადამიანი აი ქვევით კიდე არის. არის აგერ პატარა არ ვიცი კუბო დავარქო თუ რა დავარქო ამას პატარა ზომის არის, ეს ნიშნავს რომ ბავშვებიც არიან. მოკლედ აქ არის დასვენებული მთელი ოჯახი. ჩვენთან ახლა როგორი სხვანაირი ტრადიცია გვაქვს, როგორი სხვანაირი პატივისცემა გვაქვს, მაგრამ აქ აი ესე იქცევიან, არ ვიცი. ჩვენთვის მიუღებელია, ჩემთვის აი წარმოუდგენელი ისე რომ მოიქცე ესე ვთქვათ გარდაცვლის, მაგრამ ნუ აქ ეს არის ამათი ტრადიცია და პირიქით ითვლება ძალიან დიდ პატივისცემად. ამ ადამიანებს ახლა სპეციალური სიგარეტი აქვთ თავიანთი ბებიისთვის და ბაბუისთვის. და ტოვებენ საფლავში, რომ მათგან ესე ვთქვათ მიიღონ მოწყალება და მათმა სულებმა დაიცვან მთელი ეს ოჯახი. აი ესეთი საინტერესო ამბავი ხდება. მას შემდეგ რაც საფლავები ივსება, ძველი გახრწნილი კუბოებიდან გამოაქვთ ძვლები და ასე ღია სამარხში ათავსებენ. აი ამ ხევში მარხავენ ბავშვებს, რომელსაც ჯერ კბილებიც არ ამოსულიათ. ხო, ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ისინი რაღაცნაირად ფიქრობენ, რომ აი ხესთან ერთად გაიზრდება ეს ბავშვი ისევ და არ შეწყვეტს ზრდას. რაიცი. სწორად გაიფიქრეთ, ამ მუქ ფოთლებში ბავშვის გვამია გახვეული. დღე მეორე, დაკრძალვა და ვერ დაკრძალვა. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი კამეჩების ბაზარია, რომელიც ქალაქ რანტეპაოში მდებარეობს. დაკრძალვის ცერემონიაზე აუცილებელია ოჯახმა კამეჩები შეიძინოს და შეწიროს. აქ ადამიანები მოდიან იმისთვის, რომ შეიძინონ კამეჩები თავისი ვიზუალის და ძალის მიხედვით. იმისთვის, რომ შემდეგ დაკრძალვის ცერემონიაზე თავი წარმოაჩინონ. ფასები 5 მილიონი ინდონეზიური რუპიიდან 1 მილიარდ რუპიამდე მერყეობს. კამეჩს გააჩნია. მაგალითად ეს ყველაზე ძვირადღირებულია, რადგან ალბინოსია. ასევე ფასობს რქების სიდიდეც. Especially for the buffalo, more longer buffalo horn, it will be little around more than 200 million. თუ დაბალი კლასის წარმომადგენელია, ნიშნავს, რომ ერთ-ორ კამეჩის ყიდვა შეძლებს და მის დაკვლას ცერემონიაზე, თუ საშუალო კლასის არის ადამიანი, ნიშნავს, რომ სადღაც 7-დან 10-მდე კამეჩის წაყვანა და დაკლა შეუძლია, და თუ ადამიანი მაღალი კლასის არის, მას მინიმუმ 24 კამეჩის დაკლა ესაჭიროება. სანამ დაკრძალვის ძალიან უცნაურ ცერემონიას გაჩვენებთ, იაკობის ნათესავის სახლში მიგიყვან, სადაც 3 თვეა გარდაცვლილს ვერ მარხავენ. თქვენ ახლა ჩემს უკან ხედავთ სახლს, სადაც უკვე 3 თვეა მიცვალებული ასვენია და არ მარხავენ და მიზეზი გაინტერესებთ? არ მარხავენ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ აგროვებს ეს ოჯახი ფულს იმისთვის, რომ ჩაატაროს გრანდიოზული დაკრძალვის ცერემონია და დაკლას 10-ზე მეტი კამეჩი, რომ წარმოჩნდეს მაღალი კლასის ოჯახად. არ ვიცი, აი კომენტარი არ ვიცი რა შეიძლება გავაკეთო. ჩემთვის ესეთი რამ წარმოუდგენელია. ახლა შევიდეთ და ვნახოთ ეს მიცვალებული. Io mi tiro con mio pomio. Aku dikali. სექტემბრისთვის ფიქრობენ, რომ ეკნებათ საკმარისი სახსრები და შეძლებენ აი 10 კამეჩის შეძენას. Ya, pada saat meninggal, kami keluarga kumpul semua di sini dan kami akan membicarakan tentang kapan mau dikubur.
Ya, rencana mau dikubur bulan 9 ke depan ini. Ya, bulan 9 ke depan kalau Tuhan kehendaki. Ya, jadi mudah-mudahan rencana kami dikabulkan oleh Tuhan. So if they cannot collect the money, they will keep the body inside the house, right? Yeah. Until they collect Until money. they start, yeah. Interesting. How you keep the body like this? Like 1 month, 2 months, 3 months, 1 year? How they look like the same? What do you do with the bodies? Actually, before putting the body of this person inside the coffin, there's a special leaves. Leaves? Yeah, leaves. Yeah, people put inside the coffin. Yeah, beside people are making the injection. So the body of the dead person inside the coffin. So you make a special injection to the Yeah, body yeah, to yeah. keep Yeah, it like this. yeah. I will not ask you what is the receipt of this injection, but I understand it works because I see that Yeah. dead bodies you have here lasts like 2-3 years without Actually- losing the original Yeah, actually. face. So you're telling me there are some families that keep bodies like 10 years and even more? Yeah. Okay. Sometimes more than 10 years. More Not than 10 only 2 years. months, Yeah, sometimes. ამ ოჯახის თქმით, თუ წასვლის წინ ადამიანი არ დაიბანს ხელს და სახეს, აუცილებლად ეს ადამიანი დაესიზმრება ყოველ ღამე. აქედან გამომდინარე, აუცილებლად დაიბანო სახე და ხელები, იმიტომ რომ ძალიან არ მინდა რომ ეგ ადამიანი მესიზმრებოდეს. იმედი მაქვს, არავინ საერთოდ არ დამესიზმრება მინიმუმ მომავალი 1 თვის განმავლობაში. წავედით ახლა სხვა ლოკაციაზე. გავუყევით გზას და მალე მივადექით საჯარო დაკრძალვის ცერემონიას. გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანი ყოფილა და ცერემონიაც შესაბამისად ეწყობა. უამრავი ხალხია შეკრებილი. მიცვალებული ღია ცის ქვეშ ყავთ, სპეციალურ სადგომზე. სახელურებს უმაგრებენ, რომ მოგვიანებით საპატიო ადგილას გადაასვენონ. მალე მთავარი შესაძლებელი კამეჩებიც მოიყვანეს. ხეზე ასვეს მამალი, რადგან ის სულების სამყაროსთან დამაკავშირებელია. სულის პუიაში, ანუ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეში მოგზაურობის სიმბოლოა. ახლა ჩემს უკანეს ხალხი ართობს გარდაცვლილის სულს და ატყობინებს გარშემო ყველას, რომ ცერემონია დაიწყო. მალევე მამაკაცებმა წამოწიეს კუბო თავისი სადგამით და ახლა ის ამ უცნაური შენობის ტონგკონანის მეორე სართულზე აივანზე უნდა დაასვენენ. მიცვალებული საბოლოო დაკრძალვამდე აქ იქნება. საბოლოო დაკრძალვა კი შეიძლება თვეების ან წლების შემდეგ მოხდეს, რადგან ძალიან ძვირია. მთელი ეს პერიოდი გარდაცვლილი გარდაცვლილად არ ითვლება. ის უბრალოდ ავადმყოფადაა მიჩნეული და აქ აივანზე დაისვენებს, სანამ სამარხში გადაიყვანენ. ამგვარად, გარდაცვლილი ჯერ კიდევ ოჯახთან ერთად იცხოვრებს. შემდეგ სტუმრებს მოხარშული ხორცით, ჩაით, ყავით და ბრინჯით გაუმასპინძლდნენ. ძალიან დიდად მადლობელი ვარ ამისთვის, მაგრამ მე ჩემი ყავით რომ მოძრაობ, ეს კი იცით ყველა. თან ყავაც არის და ყავაც და ხე, მithumetes ამ სიცხეში ცივი ყავა გაცილებით სასიამოვნოა. მიყვარს ჩემი სპონსორი. ბოლოს კი შეწირვის დროს დადგა. უნდა შეწირონ ღორი, რომელიც ჯერ ასე გაუშვეს და შემდეგ დაიჭირეს და რა თქმა უნდა, კამეჩი. გვერდზე სოფელში გადმოვედი და მთლად სასწაულის მომსწრე გავხდი, ანუ 50-მდე ადამიანს კუბო გარდაცვლილი მოხუცი გალბატონის თავის სასახლეან ხელში ყავს ატაცებული, დარბიან, ყივიან, დახტიან, ჭიდაობენ, არ ვიცი რაღაც ფრაზებს იძახიან და ფეიერვერკებსაც ისვრიან. ხო და ოღონდ გიდის გარეშე ვარ გადმოსული, წარმოდგენა არ მაქვს რა რას ნიშნავს, ამიტომ თავად უყურეთ და გადაწყვეტეთ რა რას შეიძლება ნიშნავდეს. სასწაულია სამყარო რა. Okay, bye.
itu lagi ya. Dalam pesawat apa bilangan? Tadi, ya, di sini tuh. Tarik. დაასვენეს ეს ქალბატონი მეორე სართულზე და რიტუალიც მორჩა. ეხლა რა მინდა გითხრათ? 100-დან 100 ადამიანმა, ვისაც 10 ყოფნის განმავლობაში თვალებში შევხედე, ყველა მღიმილით მიპასუხა რა. უსაყვარლესი უჯგრესიერია და ამ დიდი პატივისცემის მიუხედავად აი რა გავაკეთო, არ შემიძლია იმ უცხო ადგილობრივი რაღაცა ხორცების და საჭმელების ჭამა. ხო და რა მოგზაურობს სკუტერით სასტუმროდან შორს ვარ. არც საცხობია როგორც ჩვენთან, არც მარკეტი, არაფერი. რა უნდა გააკეთო? კაცმარცო მოგშვიდები. რა უნდა გააკეთო? და კრისპი უნდა გააკეთო რა. ეს არის ქართული ნატურალური ჯანსაღი სნეკი, რომელიც ჩიფსი არ გეგონა, თუ სხვა რაღაცაა. ჩემი არხის სპონსორია. ამას ერთ წელს რო შეჭამ, განაყრებს და იცი რომ 2-3 საათი უოჭველად აღარ მოგშვიდება. ხო და ძალიან მიხარია რომ ისეთი სპონსორი მყავს, რომლის პროდუქტსაც რეალურად ვიყენებ და რეალურად გამოსადეგია რა. თან კარგია და კარგს ვარეკლამებ და ეგ ძალიან მისწორდება. ხო და რავი, რა გითხრათ მეტი? ჩემს სპონსორს გაუმარჯოს. დღე მესამე. გარდაცვლილები ფეხზე დგებიან. ახლა დილის 7 საათია და ჩემს გიცველოდები, დღეს უნდა მაჩვენოს, როგორ აყენებენ ტიპები ფეხზე მკვდრებს. და საერთოდ რა მუღამია მაგაში, აი რა აზრი დევს, მაგ ყველაფერს გავარკვევ დღეს რა. ბევრჯერ მქონდა ეგ ვიდეო National Geographic-ის სხვადასხვა რაღაც სიუჟეტებში ნანახი, მაგრამ ასე არ ჩაღრომები რა არასდროს, იმიტომ რომ უბრალოდ რო უყურებდი ეგეც საკმარისი იყო, რომ მეთქი ხო არ გადაუბეს რა არის, ანუ აი და თვეების წიროსა დავჯავშნე. ეს ჩემი იაკუბი გიდი მითხრა რომ წელს ტარდებაო და განახი მაგამ ბავშვს, იმიტომ რომ ყველა სოფელში არ ტარდება, მიხვდით, ანუ რაღაც კონკრეტულ ადგილებში მოსახლეობა ადგილობრივი წყვეთს, რომ აი მოდი წელს გავაკეთოთ ეგ რა. ეს იაკუბი აქ ძალიან ტოპ ტიპი არის და მაგან მითხრა რომ უეჭველი განახი წელსო და აი ძალიან ისევა რა. აჟიტირებული, ხო და სამაგი ესპრესოთი ვიწყებ დილას. ხო და რა ერთი სულ მე ხა მოვიდეს და წავიდეთ და ვნახოთ ეგ ყველაფერი ჩემი საკუთარი თვალებით. ჰალო, იაკუბი, მოვიდა ჩვენი ძმა. Johnny Gidi, so we're gonna see the dead people today, right? Yes, we're gonna make them stand. So we explore the place where the Manene happening, going through in the village. Yeah, okay, we're ready, bro. Yes, let's go. Ready. დავიძარით ახლა მეორე სკუტერი უნდა ავიყვანოთ, იმიტომ რომ იდეაში მანქანა თვეპილით წასვლას, მაგრამ ისეთი სოფელია ცოტა მიუდგომელი და სკუტერებით უფრო მალე მივალთ ხო და. ნახოთ მოკლედ რა იქნება რა, მაგარ აზარში ვარ, აი ძალიან მისწორდება. იმედია რამე წევლას არ ავიკიდებ დღეს. მოვედით სკუტერ რენტალში და დაახლოებით 200,000 რუპია ღირს ერთი დღის სკუტერის ქირაობა, რაც არის დაახლოებით $13. დავიძარით პანგალასკენ. სანამ მანენეს დაუჯერებელ კადრებს გაჩვენებთ, მის არსს გაგაცნობთ. მანენეს რიტუალით ტორაჯას ხალხი წინაპრებს სცემს პატივს. მიცვალებულის წამოყენება სიყვარულისა და ერთგულების ნიშანია, რომ ისინი ისევ ერთად არიან. ამ ხალხის რწმენით სიკვდილი დასასრული არაა. ეს მხოლოდ პუიასკენ მიმავალი გრძელი გზის ნაწილია. ახალი თაობაც სწავლობს, რომ წინაპრები მუდამ მათ გვერდში არიან. ეხლა გავჩერდით აქ მაღაზიაში, რომ ვეთქიდათ კბილეული სიგარეტები და ეგეთი რაღაცეები მოსახლეობისთვის რა, იმიტომ რომ ესე პატივისცემის ნიშნად რომ ხელსაყრელი არ მისულიყავით აი ამ ტირილში თუ როგორც ქვია, სადაც მიდივართ. მოკლედ ეხლა გზადაგზავ ჩერდებით და ვეკითხებით სოფლელებს, რომ აი სატარდება რომ სოფელში ატარებენ ამ მანენეს და ვართ ეხლა იმ გამორკვევაში და თან მოძრავთ უკვე ძალიან ღრმად შემოვედით სოფლებში რა გამოვცდით ცენტრს და რაღაცეებს და აი ნახოთ აბა როდის მივახცევთ. მალევე მივედით ოჯახში და რაც იქ დაგხვდა,
უბრალოდ დაუჯერებელია. როგორც ხედავთ, ოჯახის წევრები გარდაცვლილებს აწესრიგებენ, წმენდენ კანს. რაღაც მომენტში ვიფიქრე, თოჯინები ხომ არ ყავთ მეთქი სანახაობისთვის, მაგრამ არა, ისინი იყენებენ ფორმალინის ინექციას. ეს ქიმიური კონსერვანტია, რომელიც დაშლის პროცესს ძალიან ანელებს და ასევე აქრობს სუნს. რაც არ უნდა იყოს, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ოჯახის წევრის ასეთ მდგომარეობაში ნახვა, ოდნავ მაინც ბედნიერების და სიამოვნების მომნიჭებელი იყოს. Tadi mau teng kalau mau teng. Kalau si dua nih sini nama titi. Impet mata kan dia. Impet. Si biar bisul itu tuh. Ganti baju sebentar. Iya. Rian. Belum ditutup Kak. ისე ძალიან დიდ სტიმულს მომცემთ თუ ახლავე ვიდეოს ყურების პარალელურად უცებთ ჩემს არხს გამოიწერთ ქვევით ერთი თითის დაკლიკებით. მადლობა. Sarah. Oh iya iya. სრული სიგიჟის მომსწრე ვარ ახლა მეგობრებო, აი სიტყვით არ ვიცი როგორ გადმოვცეს, რაც ჩემს უკან ხდება. ამოასვენეს კუბოებიდან, დააწვინეს, ახლა ველოდებით მზეს რომ ფეხზე წამოაყენონ. ანუ არ ვიცი, რანაირად ავხსნა, ეს შეგრძნება რასაც მე ხვალ განვიცდი, უბრალოდ სიტყვებით წარმოდგენა არ მაქვს რა. აი ეს ხალხი ამათი ოჯახის წევრები არიან. ეხლა თმაზე უსვამს ზეთს და ამბობდა რომ დიდი ხანი არ დაუბანიაო რა, იხუმრა წარმოიდგინე რა. და ეხლა თმაზე უსვამს ზეთს უმუშავებს და არ ვიცი რა, ანუ აი სიგიჟე რა. კადრებს არ დავჭრი, არც ბევრი ლაპარაკით მოგაწყენთ. უბრალოდ უყურეთ ამ წარმოუდგენელ ამბავს და თავად გააკეთეთ კომენტარები. საშუალებას მოგცემთ, რომ დაუჩეხავი ვიზუალებით ჩემთან ერთად მიიღოთ კულტურული შოკი. Kemudian nyari dalam sekian sa. Din. Orang nyari tadi mobil. Ini dah nama lagi itu. Kali. Masih. Belum tapi tunjukkan ini. Wedi minyak ikutnya kakangku So this is her sister? Dia mau minjuk-juk nak Ow. Bayu. Itu ya yang. Ini 2010 kayak ini nenek. Yo. Dimilih itu kamu kok anak kamu? Jadinya anu tiba. Ya berusaha kita. Nanti karena dilarutkan begitu kan.
Tell me to speak. Because the ice is, you know, like some, yeah, no bones. Lantar baju ini semua akan dibuka, dibersihkan, habis itu akan diganti. Ini bagian luar, ini bagian lama. Tidak. Tapi kan pokoknya saya akan dibangun lagi. Ini sudah berpuluh-puluh tahun, tapi masih utuh. Oke, 30-an tahun semua. Lantar kita akan ganti bajunya. Di bagian Toraja Pangala, bagian Pongsiku. Oke, ini anak tangki. Tidak bau. Tengah arun tuh. Wah, dia hancur nah. Bisa, tahu kalau begini. Paralel hak kalau. Kalau itu aja. Halo. Halo, Mang, jelek jam ni. Ya. Iya, nanti. Lewang berapa sih, Pak? Lebar lewang. Bukan. Orang tak lah. Siapa dia? Yang pakai sini nak turun. Halo, Mang. Kalau nana tak. Nah, belum tuh sana. Mang kalau di Bang Sekarang itu tiga yang bulan dapat batang pasnya semuli. Kalau dikati. jadi mau lihat Petinya. Iya, ini tulis. Double. Thank you. Sini tu. Ya. Ramai luka panas. Ayo kuah ni. Pakam naruh kastir sama na. Oh. Ganti bajunya. Ini Pak Sarung nanti Sarung lagi tu. Bimbang ambil warna pagi ya. Oh. 2010 Bule-bule, ini dari Korea. Cina kan? Cek tandai lah. Oke. Kalau lihat tu, ni pakai apa tu? Oh, pakai ini apa? Ini siapa namanya? Yang mana? Ini siapa namanya? Sekarang di Bayu Barat ini Marandang. Dah kayak nanti ramai. Yo, Kalau lihat tu pak. Jambi. Kalau lihat kau tu ni pakai pakai no. Tu itu yang. Cina saja. Itu yang no, itu bisa ada. So bisa ada sih. Marandang. Kalian ni nak. Harusnya pemuda sekarang Awalnya nanti tak air. Air mesti rame oh masih. Air apa je? Air apa? Ya.
Alin apa tuh pendana ini kita pakai tim siapa? Oh, di balik tim lebih Yo, alin itu. Lebih Oh, ini juga nadi. Apa pakai lo? Aku nama utang. Bajunya. Barang dah. Ala ini na yan pa sa utama. Nadi alin lo, nadi alin. Oh, kita ambil yang baru remo. Ya, bukan maruk apa pakai ni. Ako sana ako nakapopo na ba ini. Ambilkan turis nih, turis. Taiwan. Prancis. Raja. Ganti deh ya. Ini dari Raja lah si kami nanti. Dapat sih. Difficult to take a video without having on the frame. But I want. This place is called Balle. So the family make manene here every 3 years. Manene like means that the grandchildren who were not born, and then they want to see how look like the grandmother, grandfather. Banyak turis-turis dari mancanegara juga ada. Oh, pas ginian pangan dia kok. Kayak ikut tuh. Oh, paling pi alam itu. Tapi ramai tu dia nyajak Senin dia tu. Oh, ganteng ya teh. Dah sindar katanya. Wani anu teh jam 5.4. Dasi, ada dasi. Pena tu gua. Oke, nanti lihat total kabai tentara jalan. Oh, kurang-kurang minta mah. Oh, dami tadi manggi anu, tadi masih mo. Dami TV. Oh, dami kami ndak kai. Tadi mo. კადრში ხედავთ ერთ დიდ ოჯახს, რომელიც ახლა იღებს სამახსოვრო ფოტოს თავის წინაპრებთან ერთად. მოდი ახლა ამ მიცვალებულის შვილს მოусმინოთ. Sekarang kami lagi menjemur orang tua kami. Di sini ada nenek saya, ada juga bapak saya, terus juga ada tante saya yang mana umur mereka meninggal, ada yang sudah 35 tahun, ada yang 70 tahun, dan ada yang 15, dan ada yang sudah 28 tahun. Ya, semuanya mereka masih utuh semuanya. Kasih sayang kami kepada orang tua, dan kami membuktikan kasih sayang kami datang mengganti baju mereka. Sorry for donation for the family. Or did you bring something for the family? Wah, mira lo sampun nam kwa. Wah, nah di alam memang di kos seragam sama bayinya. Apa enggak ada itu nak baru kok. Baru nak. Jadi kami pakai. Jauh lipat tu. Oh, sini tu. აი ესეთი სიგიჟე სელფი თუ მექნებოდა ცხოვრებაში, ოდესმე ვერ წარმოვიდგენდი, თქვენ ჩემს გვერდით ხედავთ გარდაცვლილ ადამიანს, რომელიც ახლახანს ამოასვენეს თავის ოჯახის წევრებმა, გამოუცვალეს, მოეფერენ, ჩაიხუტნენ, ეხა ისე უკან დამარხავენ.
Nalivir. Oh, tarik bilang. Itu duluan. Iya, baru rompi besarnya. Pernah dah? Itu pernah dah. Tabele om, pantan itu tanah. Iya. Memang ini. Mana Mi? Foto kami dulu. Ewin. Excuse me. Ya. Biasa tuh gayanya. Oh, begini sih ya. Misa mora di kamar kamati tumbe papa kasalena namati te niat bana kana juga lima maka kamati be na joto. She's alone, and all the husband, all the family dead, and now she's alone. So she's feeling very, very sad. She's living alone. Sing pira ya teh? 5 rupiah le ini 15.9. 5 rupiah. Ada rasa bahagia, ada rasa terharu juga masih bisa melihat nenek setiap tahun begini. ოჯახის წევრები არიან ბედნიერები და თან უბედურები. ბედნიერები იმიტომ რომ თავიანთი წინაპრების ნახვა შეუძლიათ კიდევ ერთხელ და შვილიშვილებსაც ანახებენ, პატარა ბავშვებს ვერ მოისწრენ ამ ადამიანებს და ესე სიხარულში ატარებენ აი ამ ცერემონიას რა. და უბედურები იმიტომ არიან რომ უბრალოდ ისინი გარდაიცვალნენ. აი ეს მითხრეს წეგან. Dimaksud apa? Iya. Ya, Para nih. Kak, sono nih. Ada lagi. Apa? Jualan apa? Suitcase ya. Mana? კუბოების დახურვის შემდეგ ოჯახის სტუმრებს მიმდებარე უმასპინძლდება. გამოიტანეს მოხარშული ხორცი, წყალი, ბრინჯი. ადგილობრივები ადგილობრივ ალკოჰოლს ბამბუკებიდან სვამენ. აი ესე ბამბუკებით სვავენ ალკოჰოლს ადგილობრივს, არ ვიცი ილოცებიან თუ არ ილოცებიან, მაგრამ ფაქტია რომ აღნიშნავენ აი ამ დღესასწაულს, აი ამ განსხვავებულებით, ხო და? აი ხა ჩვენც უნდა გავსინჯოთ როგორი ალკოჰოლია. გაუმარჯოს. ხსოვნა იყოს. წავა რა. გაუმარჯოს. ქალბატონმა წაიკითხა ლოცვა. Ia mote puang tu pangando kitu kisorong ate tilan sangan na pungesu puang pela abak kasalanki. Amin. და აი ასე დასრულდა მანენეს რიტუალი ამ ოჯახში. როგორც თქვეს, 2028 წელს კუბოებს ისევ გახსნიან. ჩვენი სად გადავიყარეთ, ხო არ გადავყარეთ. აქ თუ შევხვდებით კუდრეებში, ცოცხლებში წაღადავა იყო რომ მოვედი და ჩავარ გაიჭდა ეს კამერი მარში რომ სულში ჩაუძვერი ხო ძალიან ისეთი საინტერესო სანახაობა იყო ფაქტიურად კოლაბორაცია გამოვიდა ეგრე გამოვიდა ძალიან საინტერესო ადგილისაა მართლა აი ესე დასრულდა მანენე სასწაული იყო მანენე მე არ ველოდი ეს მეგონა რომ ისეთი იქნება მარტივი კი არა რაღაც ძალიან შორი იმ სახეში სულში ცოცხლში თან ხო არ მინდა ჩვენ ერთმანეთს შევედან უყურებდით და გვეღიმებოდა თან იმიტომ რომ რაღაც ძალიან შოკში ვიყავით კულტურული შოკია ხო იმიტომ რომ ამათთვის არის ძალიან პირიქით მიღებული და ხახი დაიცინოთ ფოტოებს იღებენ და სურათები და რაღაც ოჯახის წევრები და ჩვენც გვეცინებოდა მაგრამ ეს არის დაუჯერებელია რომ დედამიწის რომელიღაც კუნჭულშია ესეთი რაღაცები ხდება შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოდივარ მართლა არ ვიცი რა აი რაც ვნახე აი ვერ ვიჯერებ რომ ეს მართლა რეალობაა და ეს გვამები მართლა რეალური იყო და არ იყო რაღაც ფიტულები რა აი ესე დასრულდა მანენე ეხლა მივდივარ ჩრდილოეთისკენ ჩრდილოეთ სულავესისკენ სადაც უნდა ვიცხოვრო წყლის ხალხთან ერთად რომლებიც წყლის ქვეშ 10 წუთზე მეტხანს ძლები ყოველნაირ ეკიპირების გარეშე ხო და შემდეგი ვიდეო იქნება მათ შესახებ და ჩვენს შემდეგ ვიდეოში შევხვდებით